მოკლედ, ეხლა რასაც ხედავთ ეთერში, მე ჩემის აზრით ეს არის სწორედ იმ ისტორიის გაგრძელება, ერთგვარი იმ ბრძოლის გაგრძელება, რასაც ეხლა ჩვენ ხედავთ კადრებში, ეკრანზე, რაც ახლა ხდება, სწორედ ისევ და ისევ ის ადამიანები ზრუნავენ, იმ ფოტოებით, იმ სანთლების დანთებით, პირველები, პიონერები ყოველ შემთხვევისთვის გულწრფელი, ესე ვთქვათ, ჭირისუფლები, ესენი არიან და არა ის ხელისუფლება, რომელიც ხვალ გვირგვინებით მოვა, აუცილებლად მოვა, ოღონდ, იმიტომ რომ ეს ისეთი აქტია, ხა მათ კარგად ესმით, რომ ამის მნიშვნელობა და ამ ერთგვარ ფორმალურ ფორმას ინარჩუნებენ, ასე რომ, მაგრამ სად არის გულწრფელი წუხილი და სად არის უბრალოდ ფორმალისტური, ასე რომ ვთქვათ, პანაშვიდის მოწყობა, ეგ სხვა საქმეა. მეც მინდა ერთგვარი პარალელი გავავლო, მეც კარგად მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ეხა როგორც დიამ თქვა, დაწყებით კლასებში ვიყავი, მაგრამ მე მახსოვს ძალიან კარგად, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური, ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკა, ეს იყო რაღაც გადარჩენისთვის ბრძოლა და ბავშვებიც კი ჩართულები ვიყავით ამაში და მე მახსოვს სკოლაში რომ გამოგვიძების პერიოდის. აი რაღაც ხო აქ იყო ყველა, აქ არ არსებობდა. მაშინაც ქვეყანა ახლა ფიქრი ამ ჩემზე უკეთესად იცის, რა თქმა უნდა, ორ ნაწილად იყო გაყოფილი, იმიტომ რომ მე მახსოვს მასწავლებლების კამათი უფროს კლასელებთან, იმიტომ რომ აქ იყვნენ კომუნისტები, მომხრეები, საბჭოთა წყობის და მუდმივი რაღაცა ეს იდეოლოგიური დაკა მიდიოდა და მე რომ მახსოვს რომ შევედი თავიდანვე რაღაც ესეთი ეს ვიყავი რა ოპოზიცია და მე ამბოხე და ბავშვებს უთხრა ჯერ კიდევ საბჭოთა ფორმები, ყავისფერი ფორმები გვეცოთ, ჯერ კიდევ ზამთრის ფორმები და თეთრი ისინი თქო მოვიხსნათ თქო გლოვაა თქო, იმიტომ რომ ჩემი ბიძაშვილები მოწამლულები წვანან კლინიკაში, ეხა რაღაც ვიცი რომ რაღაც საშინელება დატირდა და ბავშვებმა ყველამ ეს თეთრი საყელოები მოვიხსენით და შევედით ესე კლასში. იქ ამბავი ატყდა, იმიტომ რომ დედაჩემი მასწავლებელი იყო, დაიბარა დირექტორმა. ჩვენ აი შატალოზე რო წახვალდა დაგჯიან, იმასთან შედარებაც არ იყო, იმიტომ რომ ისეთი სადამსჯელო ამ პატარა ბავშვებს უბრალოდ გულის წუხილი გამოვხატეთ, ამაზე ისეთი დასჯის ის წავიდა, იმიტომ რომ შიშიც იყო რაღაც ერთგვარი, რომ ვიღაცამ გაბედა და გლოვის ნიშანი ანუ შეწუხდა ამ ამბავს, ეშინოდათ თან გარდა იმისა, რომ იდეოლოგიურად ისინი იყვნენ, მაგათ ეს საბჭოთა სკოლა იყო იმ იმაში შტამპებში და მაშინ რომ იმას ვერ გადაუხვევდნენ. თუმცა ასევე კარგად მახსოვს, რომ 9 აპრილი ტრაგედია ამას მოყვა ძალიან დიდი კათარზისი. ამან გააერთიანა ეს ორად გაყოფილი მაშინდელი საზოგადოება. იქ უკვე თანდათან ისე სწრაფად მოხდა, ეს იყო გარდამტეხი მომენტი ერთგვარი. ისე მახსოვს რომ ის ადამიანები, ვინც გუშინ ესე უცებ რომ დაინახეს ეს მართლა ბავშვების დაღვრილი სისხლი, ეს ჯალათები, ეს ჩვენი საბჭოთა ხელისუფლება, რომლის ხელდასმით მოხდა და შემოვიდა ის როდიონოვი, ხომ? აი ისინიც კი, აი იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან სამწუხარო ამას რომ ვამბობ, რომ ნუ თუ მაინც და მაინც რაღაც ესეთი მასშტაბური ტრაგედია უნდა მოხდეს, რომ ამდენი ადამიანის უმანკო ქალების და ბავშვების და კაცებისაც, მაგრამ ძირითადად ხო რაღაცნაირად ეს სუსტი ადამიანები მოყვნენ, ეს უიარაღო უდანაშაულო ხალხი, ხომ? ამ რა ვიცი, ჩეხვაში და გაზით წამვლაში. მაინც და მაინც ესე საზარბაზნე ხორცად უნდა შევეწიროთ ბევრნი, რომ თვალები აეხილოს იქ მავანს და მავანს, ეს არის მთავარი, რომ ეს კათარზისი როდის უნდა დაგვიდგეს, აი აუცილებელია, რომ სხვერპლი იყოს ამისთვის და სწორედ ეს არის ერთგვარი პარალელიც. დღეს ასაც ვხედავთ, იქ იყო საბჭოთა ჯარი, კი ბატონო, ჩვენი ხელისუფლების ესეთი ხელდასმით შემოყვანილი, მაგრამ იქ იყო მაინც ჩვენ ესე ვიცოდით, რომ როდიონოვი, რუსები და იქ ქართველი პოლიციელები პირიქით გვიცავდნენ. დღეს არის განსაკუთრებით სამწუხარო ის ამბავი, რომ სწორედ ქართველი პოლიციელები გვჩეხავენ და გვწამლავენ და აი ამას აკეთებენ უკვე ქართული გვარის ადამიანები. ეს ისტორია არსად არ წასულა, ჩვენ ეს გაკვეთილი მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ყველაფერი ეხლა ვამბობთ, რომ 9 აპრილი ეს ადამიანები ოცნება
ისევ იქნებოდა პატიაშვილის და როდიონოვის ადგილზე დღეს რომ ისინი იქ იყვნენ. არაფერი არ შეცვლილა. მე ხა დღეს თაიგულებით მოვლენ ხვალ უბრალოდ, მაგრამ ის იგივე სახი აქვთ. ხვალ ისინი აქვჩეხავდნენ. გუშინ უბრალოდ ისინი აქვჩეხავდნენ, ხვალაც ამას იზამენ, ასე რომ რა არ აქვს ჩეხეს? ხო და ნოემბერ-დეკემბერში სასაკლაო არ მოაწყოს რუსთაველის გამზირზე. არ ვიცი, ხო, დაგხოცავენ კიდეც. უბრალოდ სხვა დროა და არა, მართლა სასწაულებრივ